მოგესალმებით ყველას. მოხარული ვარ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მომეცა თქვენთან შეხვედრისა. თემა მე მგონი საინტერესოა, ვინაიდან რთულია დღეს იყო ადამიანი იცხოვრო ამ მსოფლმხედველობის დიქტატში, რომელიც დღეს მართლაც არსებობს და ეს არის არ დავარქმევ გეგმაზომიერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ცივილიზაციის დამახასიათებელი სეკულარული აზროვნება მთლიანად და დარჩე ამ წნეხის მიღმა და შეინარჩუნო თავი ადამიანმა და არა მარტო შეინარჩუნო, არამედ იყო ქრისტიანი. ჩვენ ალბათ უნდა ვილაპარაკოთ ჯერ ადამიანზე, ვინ არის ადამიანი და შემდეგ უკვე ქრისტიანი. ჩვენ ვიცით ადამიანი ჯერ ხდება ადამიანად, ყალიბდება ადამიანად და ქრისტიანობა უკვე უფრო მაღალი საფეხურია ცხოვრებისა. ცხოვრების წესისა, აზროვნებისა და საერთოდ მსოფლმხედველობისა. წესი ცხოვრებისა ძალიან განსხვავდება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანური წარმოდგენებისა, რომელიც ზოგადად არის ნებისმიერ ცივილიზაციაში, თქვათ, გაბატონებული და მით უმეტეს 21 საუკუნეში. ჩვენ თუ გადავავლებთ, თქვათ, კაცობრიობის ისტორიას, დავინახავთ განსხვავებებს დავინახავთ სწორედ იმაში, რომ ცენტრი აზროვნებისა იცვლება და ეს აზროვნების ცენტრი იცვლება იმ კულტურის საფუძველზე, რომელიც და იმ ეთიკური ზნეობრივი ნორმების საფუძველზე, რომელიც არის ამა თუ იმ ცივილიზაციის საფუძვლებში დევს და ამით სარგებლობს ის ხალხი, ვინც ეკუთვნის ამ ცივილიზაციას. და ვხედავთ, რომ მთელი ისტორია კაცობრიობის დაწყებული იმ თავით, ვთქვათ, თუ დარვინის თეორიას დაუჯერებთ, ვთქვათ, ადამიანის წარმოშობისას, ნებისმიერი ადამიანი, სადაც ჩნდება უკვე ადამიანი, იქ უკვე ჩნდება დამარხვა და დამარხვა ადამიანის ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით უკვე რელიგიურობას. არა რაღაც რიტუალობას შემოდის პირველ ადამიანშიც კი უკვე წესი დამარხვისა. როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მარხავს, ხო, ზოგი პირაღმა მართავდა, ზოგი დამჯდარი, ზოგი ქვევი და უძველესი ყორღანები არსებობს და იმის იქით კიდევ, თქვათ, პრეისტორიულ ხანაში. ანუ ადამიანის განუყრელი ნაწილი იყო, სწორედ დამარხვა რატომ მოვიტანე, რელიგიურობა. იქ, სადაც ადამიანს თავი ახსოვს, არის რელიგიური არსება. თუმცა არის, თქვათ, მატერიალური შემოტევები სხვადასხვა ცივილიზაციის დროს, თქვათ, და თვითონ რელიგიურობა ძალიან ასე ვთქვათ, საქილიკოდ შეიძლება გახდეს, რაღაც დონემდე პრიმიტივიზირებული გახდეს რელიგიური აზროვნება, მაგრამ ეს არის თამხლევი პროცესი ადამიანის. ანუ ადამიანი სულ ყოველთვის სამყაროს აღიქვავს მიღმა სამყაროთიც. ანუ რელიგიურობა რას ნიშნავს, რომ ადამიანი აი იმ სამყაროს, რომელსაც ხედავს, იმ ემპირიულ მხარეს მისი ცხოვრებისას, კიდევ ფიქრობს იმაზე, აზროვნებს იმაზე, რომ არის მიღმიური სამყარო, მეტაფიზიკური სამყარო, რასაც ვქვია, ხო? ანუ იმაზე დიდი, ვიდრე ეს ცხოვრება. და აი ვიდრე რაღაც მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე შემოდის თქვათ ეს ჰუმანისტური აზროვნება, რომლის ცენტრში უკვე არა ღმერთი, არამედ ადამიანია. ეს კარგად შეიძლება
ნახოთ თქვითეულმა თქვენთაგანმაც ვინც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული ძალიან ახლად ჩანს თქვათ აღორძინების ხანის მხატვრობაზე პრორენესანსზე ან უფრო ადრეც თქვათ ის ბიზანტიური ხელოვნება და შემდეგ როგორ შემოდის ხდება განხეთქილება ეკლესიაში პირველი დიდი განხეთქილება სადაც კათოლიციზმი გადის უკვე ერთიანი ქრისტიანული აზროვნებიდან და იქ შემოდის სწორედ აღორძინების ხანა დგება ხელოვნებაში ეს აღორძინება არ უნდა გავაიგივოთ ჩვენ ქრისტიანულ აღორძინებასთან ეს არის ქრისტიანულ საფუძვლებზე აღორძინებული წარმართობა და თუ ნახავთ თქვა აღორძინების ხანის მხატვრებს დაინახავთ პირდაპირ კავშირს ანტიკურ სამყაროსთან ხო თავისი მხატვრული ფორმებითაც და ხშირ შემთხვევაში მითოსი თქვა ღვთაებების გამოსახვა რელიგიურ სიუჟეტებთან ერთად არის ამ პერიოდის ხელოვნებაში. შემდეგ უკვე მოგვიანებით გადმოდის ხელოვნება ჩრდილოეთით გადადის ეს რენესანსის გვიანი ხანა და შემოდის პროტესტანტიზმი უფრო სწორედ ხდება კიდევ ერთი განხეთქილება დასავლეთის ეკლესიისა და უკვე პროტესტანტიზმში და მის ბოლო ხანებში უკვე ეს ცენტრი თქვა რელიგიური აზროვნების ღვთისგან გადადის უკვე ადამიანზე და აი ადამიანი ხდება ყველაფრის საზომი. და უკვე ადამიანი თავისთავად თავისი არსებით თუ მისი მხოლოდ მისი მდგომარეობით გაზომა მაშინ ვერ გავიგებთ ჩვენ თუ როგორი ადამიანი უნდა ჩაითვალოს საზომად. არა? ეხლა ვინ ჩაითვალოს საზომად? თქვათ ვინმე სპორტსმენი, თქვათ ხელოვანი, თქვათ საზოგადო მოღვაწე, თუ თქვათ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, პრეზიდენტი, მეფე, მოკლედ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ამ შეიძლება საერთოდ ცოდველი ჩაითვალოს საზომად, ხო? დღეს შეიძლება მოგთხოვონ, თქვათ საზომად ჩაითვალოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რომ მისი თვალით დანახული ადამიანია ნამდვილი საზომი და ამიტომაც ბევრი გაუგებრობა მოაქვს ამას, ამიტომაც შემოდის ეს იდეა რაღაცა გიჟური თავისუფლების, ვინაიდან ადამიანი თუ არის საზომი, დაინახეს რომ ეს ადამიანი სხვა ობიექტური ჭეშმარიტების მიღმა იწყებს თავის განდიდება, გაღმერთებას. თუ მე ვარსებობ და ჩემს იქით არაფერი აღარ არსებობს, მაშინ ის რაც მე მსიამოვნებს არის კანონიერი და ლეგალიზირებული. რაც მე მაყენებს სიამოვნებას, ამიტომაც ეს საუკუნე სხვათა შორის სწორედ ესე აღიქმება, რომ ეს არის ჰედონისტური საუკუნე. ანუ დაბალი არის ჰედონიზმი, ვიცით, ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ძიება სიამოვნე, განცხრომისა, სიამოვნებებისა და ამ სიამოვნებას მოყვება დაბალი ინსტინქტების წინ წამოწევა, ხო? ვიცით ეს ინსტინქტები რაც არის, თქვათ, იგივე შეგვიძლია ჩვენ გადავალოთ მცირე თვალი ასკეტიზმს და ნახავთ 8 მომაკვდინებელი ცოდვა, ზოგან 7. მნიშვნელობა არ აქვს ამას, ნუ დაბალი ინსტინქტებით ცხოვრება. ანუ მე ვარ და ჩემი სიამოვნება ქართველებმა იციან რომ კუჭზე გადის ყველაფერი ადამიანის გონებაც და საქციელიც, ხო? და ეს საუკუნე მართლაც ამ ნიშნით ხასიათებს, თუმცა მარტო ეს არ არის თანამედროვე საუკუნის დამახასიათებელი, ეს ჰედონისტური აზროვნება ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყო, სხვადასხვა აზროვნებებთან ერთად, ხო? და აქ უნდა აღინიშნოს რომ რატომ ხდება თქვათ წამოწევა რაღაც გარკვეული მსოფლმხედველობრივი მიმართულებების. იმიტომ რომ ნებისმიერ ეპოქას ახასიათებს თავისი უმაღლესი სიკეთის განსაზღვრება. ადამიანი თავისი არსებით მიმართულია რაღაც მაღლისკენ, ნუ პროგრესისკენ, ასე ვთქვა, ნუ მოზრაობისკენ მიმართულია. ამიტომაც ნებისმიერ ეპოქაში ის რაც წარმოადგენდა
უმაღლეს სიკეთეს ადამიანისთვის და რასაც ჩათვლიდა ნაწილი საზოგადოებას ან მთლიანად ის საზოგადოება სწორედ იმას ემსახურებოდნენ და აი ჰედონისტური აზროვნებაც სწორედ მოდის იქიდან რომ არსებობს ადამიანი არის სამყარო და ამ სამყაროდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება არის ყველაზე დიდი სიკეთე ადამიანისთვის. მე ახლა არ ვიცი რომ მოვხდები, სად მოვხდები, სად წამოვალ, ნაკლებად მჯერა ამისი, თუმცა შეიძლება მჯეროდეს, მაგრამ დავარქვათ ესე რომ ესე შექმნა ღმერთმა ადამიანი რომ მან მიიღოს სიამოვნება ამ ქვეყნად. ხო შეიძლება ესე შეექმნა ხო ღმერთს? ესეთ აზრამდეც მიდის ხო ადამიანი რომ რისთვის არის შექმნილი? რომ მან მიიღოს ისი ამონოს. ყველაფერი არის ადამიანისთვის შექმნილი და ამიტომაც ყველაზე მაღალი ფასეულობა ადამიანისთვის არის ამ სიამოვნების მიღება. და არის სხვადასხვა ტიპის ესეთი წყება აზროვნებების, ხო, იგივე ანტიკურ სამყაროში თქვათ სტოიკოსები იყვნენ ესეთი ფილოსოფი იყო ესეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც პირიქით ამბობდა რომ პირიქით ასკეზა ესე იგი უვნებელობა ვნების გარეშე ყოფნა და მაღალი ინტელექტუალური განვითარება არის ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ცხოვრებაში და ამიტომაც ისინი ესე მკაცრად ცხოვრობდნენ და ამ კაცრი ცხოვრებით იღებდნენ რაღაც გარკვეულ სიხარულს ყოფისგან. ესეთებიც იყვნენ სოფისტები, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სარგებლის მიღება. აი ჩვეულებრივად ადამიანი ცხოვრობს და რაც მას სარგებელს აძლევს, ის არის მისთვის კარგი. სხვადასხვა ძალიან გავს დღევანდელ ჩვენს საბაზრო ეკონომიკას, არა? უცებ პარალელს გავაკეთებ. რა ხდება დღეს საბაზრო ეკონომიკაში? თქვა წარმატება დიდი, ხედავთ რომ მართლაც ჭარბი პროდუქცია იქმნება და პროდუქცია იქნება უგონც ისეთი, როგორი მოთხოვნილებაცაა. ელემენტარული ბიზნესის კანონია, რაც მოთხოვნას ჭირდება, რაც ფულს გიმრავლებს ეკონომიურ აზრიერთები იქ დებ ფულს. ხო არ არსებობს ბიზნესის კანონი იყოს ამ წესის წინააღმდეგ სვლა. არა. ეს თქვათ საბაზრო ეკონომიკა თქვათ იქ ჩადოს სადაც გიმრავლდება, ვრცელდება უკვე არა მარტო თქვათ ეკონომიურ მატერიალურ ხარჯში, არამედ სახელოვნებო წრეებშიც. ჩვენ ვიცით რომ ხელოვნებაც უკვე პროდუქტია, რომელიც უნდა გაიყიდოს. ასე რომ მე არ მაინტერესებს შენი რაღაც მიგნებები, თქვათ სახელოვნებო, თუ შენ გაყიდვადი არ ახარ, არ მაინტერესებ მე როგორც პროდუქტის არ შემქმნელი. ვინც გინდა იყავი, თუ გინდა პაგანინი იყავი, თუ გინდა მოცარტი იყავი და ალბათ თუ გინდა ვან გოგი იყავი და სეზანი. ალბათ ბევრი დაღუპულია ამ ხრივ, ვინაიდან რაღაც უამრავი ტალანტი, რომელიც თქვათ ვერ გამოვლინდა და ჯიუტად თავის ხაზს აგრძელებდა და ხელოვანებს უყვართ ეს გამორჩეულობა, თავის თავში დაჯერებულობა და იმ საქმის კეთება, რომელიც თვითონ მოწონთ და სწორედ თვლიან, ამის კეთება ბევრი ესეთი ადამიანი ალბათ დაიკარგა კიდევაც. და ჩვენც ხედავთ რომ ცოტა ბოლო 20-30 წელია ეს ამ ხრივ კარგი პროდუქცია ვეღარ იქმნება, სწორედ იმიტომ რომ მოთხოვნაა ძალიან დაბალი. განსაკუთრებით ალბათ საქართველოში საშინელი ძალიან დაბალი დონეა ესთეტიკისა და ამ ხრივ მოთხოვნა შესაბამისია. და უკვე არახელოვანის დის თაობას, არა ხალხს არა ის მიუძღვება და აჩვენებს რა არის კარგი, არამედ ხალხის და არე მოთხოვნილება განსაზღვრავს ხელოვნების მიმართულებებს. და აი ვლაპარაკობდით აი სარგებლობაზე. აი რა სარგებლობაც მოაქვს.
ის არის მთავარი, ესე ამბობდნენ ეს სოფისტები. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველა ეპოქაში, ყველა დროში არის საზრისი ცხოვრებისა მოძებნილი და ეს საზრისი შეიძლება იყოს მართლაც მაღალი, ისეთი როგორც თქვა რელიგიურ აზროვნებაშია, ღრმა რელიგიურ აზროვნებაში, განსაკუთრებით და უდიდესი ძალით და სიმძიმით წარმოდგენილი ქრისტიანობაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლობაში და შეიძლება არსებობს ისეთი მომხმარებლურ ჰედონისტური აზროვნება, როგორც დღეს არის განვითარებული ჩვენს ყოფაში. ამიტომაც ის რაც არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იმას ვემსახურებით მთელი ჩვენი ცხოვრება. შეგიძლიათ თქვენ თვითონ თქვენ ცხოვრებას გადაავლოთ თვალი. შეიძლება იყოს უბრალოდ თქვა ოჯახის წევრზე, ხო? ზრუნა ოჯახის წევრზე, იმიტომ რომ ძვირფასია ეს ადამიანი. დროს ხარჯავ თქვა საყვარელ ცხოველზე, იმიტომ რომ შენთვის ეს არის ძვირფასი. ეს არის ადამიანის თქვა ბუნებითი ნაწილი. ხო? იმიტომ რომ უნდა უყვარდეს ბუნებითად უყვარს ოჯახის წევრებს ერთმანეთით, თუმცა ესეც ძალიან დარღვეულია დღეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან დასავლეთში უკვე თაობები ერთად აღარ ცხოვრობენ. არა? წარმოუდგენელია დღეს დასავლეთში სამა თაობა მიცხოვროს ერთ სახლში. ბებია, ბაბუა, შვილი და შვილიშვილები, ხო? ძირითადად წარმოუდგენელია. ეს იმიტომ რომ იმდენად განსხვავებულია მათი წესი ცხოვრებისა, აზროვნებისა და იმდენად ჩაკეტილი ადამიანი თავის ეგოისტურ სამყაროში, თქვათ მობილურთან, პლანშეტთან, თქვათ კომპიუტერთან, რომ იმ სამყაროშია თვითონ და არავის არ უშვებს და ამიტომაც სხვასთან ურთიერთობა ძალიან უჭირს. შორის უწმინდესი ამბობს ხოლმე, კარგ სიტყვას და ძალიან მომწონს ეს მე ხშირად იმეორებს, რომ არის ადამიანი, რომელიც გულმაც შეიძლება დაიტიოს მთელი სამყარო და არის ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრებსაც ვერ იტევს თავის გულში. იმდენად მცირეა ის და იმდენად ვერ უძლებს მეორე ადამიანს. მის ყოფნას და მასთან ერთად თანაცხოვრებას. ასე რომ ლაპარაკობთ იმას, რომ ის რაც არის საუკეთესო ჩვენთვის, ეს არის თქვათ ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ, მაგრამ არის სიკეთის მომტანი და ჩვენთვის მაღალი ფასეული, მას ვემსახურებით მთელი ცხოვრება. შეიძლება ეს იდეალები იყოს ადამიანის, ხო? თქვათ რაღაცა დღეს არის მოდური, თქვათ ადამიანის უფლებების დაცვა. თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის იდეა. სულაც არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფული ასაზრდოებს და მოტივირება არის იმისა, რომ ეს ადამიანები იბრძვიან რაღაც, თქვათ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისთვის, ან თავისუფლების ხელშეუხლებლობისთვის, ან რამე სხვა, თქვათ, ფასეულობისთვის, რომელიც დღეს არის აღიარებული, ხო? არა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა, შეიძლება იყოს ადამიანი ამ იდეალების ერთგული, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიაჩნდეს საუკეთესო, თქვათ, ჰიტლერის მთელი მაგალითია, არ ცხოვრობდა განცხრომაში, ხო? ვიცით, რომ ისიც გარკვეულწილად ამ ხრივ შეზღუდულად ცხოვრობდა, არ ქონდა ის ფუფუნებები, რაც თქვათ დღევანდელ ნებისმიერ, თქვათ, ბანკის მმართველს შეიძლება ქონდეს, არამედ მას თავარი ქონდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა, ხალხი ეპყრა ხელში და ეს ძალაუფლება იმდენად დიდი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენ ვნებას შთამთქავს. ეს 2x4-ია, ვიცით და ისეთი ძლიერი ვნება, როგორიც არის სქესობრივი ურთიერთობა, ნარკოტიკი და ალკოგოლი, ამაზე ბევრად უფრო ძლიერია ძალაუფლების მოყვარეობა, ხო? და ამ ყველა ვნებას ერთად აღებულს შეიძლება გადაძლიოს სწორედ ძალაუფლების მოყვარულობა, ვნება ამისი, ვინაიდან ამ ძალაუფლების ნებისმიერი ვნების საფუძველი არის ამპარტაუნება, თვითკმაყოფილება, ზევიდან ყურება და
თავმომწონეობა და ამაზე დიდი ასპარეზი, როგორიცაა, თქვათ, ძალაუფლების ხელში ქონა, არ არსებობს, ხო? ამიტომაც ბევრი დიქტატორიც და თქვათ არა დიდი სახელმწიფოსი, არამედ პატარა დიქტატორებიც რაღაც კონკრეტული რაღაც სტრუქტურებში მომუშავე, რომელსაც ძალაუფლება ძალიან უჭირთ დათმონ თავისი სკამი, ვინაიდან ეს ტოლფასია მათთვის, სიკვდილისა. ასე რომ, ყველა ემსახურება ამ ერთ იდეალს და ამიტომაც ქრისტიანობა თავაზობს თავის ხედვას სამყაროს. რატო ვთქვით, რომ დღეს არის ძალიან რთულია ქრისტიანული ცხოვრება და მისი ცხოვრების წესით ამ სამყაროში ყოფნა. იმიტომ რომ მთლიანად განსხვავდება ეს სამყარო მისი მიმართულებით, მისი წახალისებით, მისი თქვათ პათოსით, პროპაგანდით, რაღაცა ხედვით, რაღაც იცით როგორ არის, მაინც ადამიანი ყოველთვის მიმბაძავე არსება, იცით? რატო ვამბობთ, რომ მაინც და მაინც რაღაცა კარგი გავიდეს ეთერში, მედიაში. იმიტომ რომ ის იდეალები იყოს კარგი და არ იყოს, თქვათ, იდეალად მიჩნეული Playboy-ის ქალბატონი გოგონა Playboy-დან და რატო არ იყოს ამის ირგული ვატეხილი მთელი სიმპათიები, ვინაიდან ეს შემდეგ ბადებს ხვებში მიბაძოს, რომ რახან ეს არის იდეალი, ყველას უნდა რომ დაემსგავსოს იმ გოგოს და იწყება წვალება ბიჭებში, თქვათ სხვა რაღაც იდეალები შეიძლება იყოს. ამიტომაც ეს დაბალი იდეალების იქ სადაც ესენია ადამიანს ბაძავს და მერე უკვე ერთმანეთს უთანაბრდებიან. აი ქრისტიანობა სწორედ თავაზობს ადამიანს სხვაგვარ აზროვნებას. ჯერ ის რომ თანამედროვე სამყარო არის ზედმეტად კი არა უკიდურესად სეკულარული, იცით სეკულარიზმი არის ფორმა სახელმწიფო მმართველობისა, სადაც მართვის სადავეების მქონე ძალაუფლების მქონე მმართველი ორგანო სრულიად შორს არის ნებისმიერი რელიგიისგან. და ეს მართვაც სახელმწიფოსი და ამ სახელმწიფოს იდეალებიც არის სეკულარული. რომ თქვათ სეკულარული, შეიძლება ესეთი თქვათ შედარება გავაკეთოთ, რომ ნათლად წარმოვისახოთ რაზეა ლაპარაკი. ანუ სეკულარული სამყარო სახელმწიფო თავის და ის საზოგადოება, რომელიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობს, თავის იდეალად და მიზნად ამ ცხოვრებაში ყოფნას და მისი თავთვით რეალიზაციას მხოლოდ აქ მიწიერ სამყაროში ხედავს. სხვა დანარჩენი მისთვის არ არსებობს. შენ შეგიძლია ამ სამყაროში იყო რელიგიური, ნებისმიერი დაშვებული ფორმით, მაგრამ არანაირი ზედმეტი სხვა უფლება, გარდა იმისა, რომ შენ გქონდეს ამისა, არ გაგაჩნია, ვინაიდან მთლიანად სამყარო არის სამყაროს ამ კონკრეტული სამყაროს მიმართულება არის ზედმიწევნით მიწიერი, მატერიალური და არ აღიარებს არაფერს ზემატერიალურს. ასე რომ ამ სამყაროში ესე ყოფნა არ არის ადვილი. ამ დროს ქრისტიანობამ არა მარტო თქვათ ადამიანურ ზნეობრივ ეთიკურ საქციელებს გიწონებს ან გეუბნება, მოგიწოდებს ამისკენ და შეგაგონებს, არამედ უფრო მეცაც გასავლის, უფრო მეც იმაზე, რაც ადამიანურ, თქვათ, გვირობას ან ადამიანურ ყველაზე მაღალ ზნეობრივ საქციელს შეიძლება მოიწონოს ადამიანმა, ხო? ვინაიდან
ერთია ზნეობა, რომელსაც ზოგადად რომელიც არის ძალიან კარგი ადამიანისთვის და ზნეობრიობა ეს მნიშვნელოვანი რამ არის ნებისმიერი ადამიანისთვის, მისთვის ზნეობრივი საქციელი ეს ხდის ადამიანს და ამსგავსებს მას ადამიანად რომ იწოდებოდეს ის შენ მაშინ ხარ ადამიანი როცა შენ არჩევანში ირჩევ კეთილს და ეს სიკეთე ამ სიკეთეს მოაქვს სხვისთვისაც სიკეთე სხვათა შორის აი ამ ბოლო აზრს ცოტა განმარტება უნდა ვინაიდან თვითონ ზნეობრივი საქციელიც განსანმარტია ალბათ იმიტომ რომ რა შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივ საქციელად მაგალითად კანტისთვის სულაც არ არის ზნეობრივი საქციელი ის თუ ადამიანი ამ საქციელისთვის ან სარგებელს იღებს ან ფინანსურად არის დაკავშირებული მასთან ხო აი თქვათ თუნდაც აიღო დახმარება თქვათ კონკრეტული საქველმოქმედო საქმიანობაც მის მიხედვით ხო თუ შენ მისგან უკვე იღებ დიდებას პატივს საქებარ სიტყვებს იწერება აღინიშნება ეს უკვე აღარ ითვლება სიკეთეთ ვინაიდან ნუ მის მიხედვით ლაპარაკობ ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი მერკანტილური ცოტა უფრო მაღალი მაგრამ მაინც მერკანტილური იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ შენ მოგწონს სიამოვნებას განიჭებს როცა შენ ქველმოქმედების შემდეგ შენზე ბევრი იწერება ან ითქმება და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ზნეობრივი საქციელი მის აზრით არის ის იქ სადაც ადამიანი ირჩევს სიკეთეს მაგრამ უკვე არაფერს აღარ ელოდება სხვათა შორის ძალიან ახლოსაა ხო ქრისტიანულ აზროვნებასთან მაცხოვარიც ესე ამბობს რომ იქ არის ქრისტესთვის გაკეთებული სადაც არაფერს არ ელოდება ადამიანი ჩვენ სხვათა შორის რომ ვამბობთ ქრისტესთვის გაკეთებას როგორ შეიძლება ღმერთს რაიმეს გაკეთება შენგან ჭირდებოდეს ხომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ეს გაკეთება ნიშნავს იმას რომ შენ არავისგან მიწიერისგან არაფრისგან არ ითხოვ სარგებელს და უფრო მეტიც არც ქრისტესგან ითხოვ სარგებელს კონკრეტულ მასალას მოვიტან ამბადაროთეს ასკეტური თხზულებიდან სადაც ის ამბობს სამი ტიპის ქრისტიანული სულის შესახებ მდგომარეობისა ეს არის მონურ ესე იგი რაბსკანაიონის დამქირავებლის ბუნება როცა პირველი ქვედა საფეხურზე ადამიანი ქრისტიანი ხდება მაშინ როცა ეშინია ჯოჯოხეთის მეორე საფეხურე უფრო მაღალი რომელიც ადამიანი ქრისტიანულად მოღვაწეობს იმიტომ რომ მას უნდა 64 და ორივეზე ამბობს რომ ეს ორივე დაბალი დონის ქრისტიანული აზროვნება ნუ რაც ორივე 64 ვისაც უნდა ის ცოტა უფრო მაღლა დგას მაგრამ ყველაზე მაგრა დგას ადამიანი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უფლის გულისთვის აკეთებს ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ესე იგი უფლის გულისთვის ესე იგი არანაირი სხვა გვეგრძნობები ჩვენ არ გაგვაჩნია გარდა იმისა რომ გვინდა გავაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე იყოს მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სადიდებლად ვინაიდან სწორედ ამ ღვთის დიდებაში ჩვენ ვიძენთ სახეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის იცი შენ იძენ სახეს შენ პოულობს შენ სახეს ქრისტეში ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია ძველი და ახალი აღთქმიდან მოვიტანოთ როცა ადამიანი პოულობს თავის თავს ღმერთში და მასში ხედავ შენ რეალურად ღვთისა და ადამიანის დიდებას ადამიანი თავისი ბუნებით ნებისმიერი ადამიანისგან შობილი არის ადამიანი თავისი ბუნებით ვინ არის ადამიანი
რაზე ვლაპარაკობ ჩვენ როცა ვლაპარაკობ როგორ შეგიძლია განსაზღვროთ ჩამოვაყალიბოთ თუ ვინ არის ადამიანი პირველ რიგში ადამიანია ყველა ის ვინც იშვა ადამიანისგან ხო ადამიანის ნაშობი არის ადამიანი მაგრამ მეორე არის ჩვენ ადამიანს თქვათ ილია ჭავჭავაძე რო ამბობს მინდა ილია მართალი რომ კაცია ადამიანი ხო ანუ ადამიანი კიდე უნდა გაახდეს ადამიანი და ხდება მაშინ როცა ზნეობრივად მოქმედებს იქ სადაც მას აქვს სინდისი და ამ სინდისის კარნახით მის წინააღმდეგ არ მიდის არამედ ეთანხმება მას აქედან გამომდინარე რახან სინდისი ვახსენეთ ეს სინდისი უკვე რელიგიური ტერმინია შეიძლება საერთოდ არის კი ხშირად ხმარობენ მაგრამ დღეს სულ უფრო ნაკლებად ისმის თქვათ რას ნიშნავს სინდისი ხო იმიტომ რომ თვითონ სინდისის განსაზღვრებაც განსხვავებულია იმიტომ რომ შეიძლება თქვათ სინდისი ქეჯნიდეს თქვათ მთაში როცა შენ მტერს მარჯვენას არ მოაჭრი ხო და ესეც იყო ხო ვაჟებს რო კითხულობთ იქ ხაზბექს იქ ხედავთ რომ აი არ მოაჭარი მარჯვენა ესე იგი შენ სინდისი გაწყვეტს მაგრამ ეხლა თანამედროვე ყოფაში რომ მარჯვენა არ მოაჭრა ადამიანს ამიტომ სინდისი არ შეგაწყვეტს ხო ასე რომ აქაც განსხვავებული რამ არის ასე სინდისი აღიძრება იქ სადაც რაღაცა ესთეტიურ რელიგიური იდეალია და ამ იდეალს ღალატო და ამ იდეალის ღალატში იხსნება შენთვის აღიძრება სინდისი და იწყება ნუ რაღაცა ქეჯნა მისი ხო ანუ მხილება გარკვეულწილად რაღაცა სხვა ძალა გამხილებს შინაგანად შენ ანუ იქ სადაც შენ არ ახარ შენშია მაგრამ შენ არ ახარ ესეთი რამ არის ნუ ასკეტურ ჩვენ მართლმადიდებლობაში მას თქვათ ანგელოზის ღვთის ხმას ეძახიან ხო ამიტომაც არსებობს დამწვარი სინდისის მქონე ადამიანი რომელიც სინდისის ხშირი ქეჯნისა და გადალახვის შედეგად უკვე აღარ მოქმედებს სინდისი და მისი ხმა უკვე აღარ ისმის ორი მდგომარეობა სხვათა შორის ესე გვასწავლიან ღვთისმეტყველები რომ ორი მდგომარეობა ადამიანის როცა სინდისი არ ამხილებს ერთი არის როცა ისეთი მაღალი ღვაწლი აქვს მას რომ თლიანად არის ღმერთზე მინდობილი და განმორთაებული ცხოვრების წესით ცხოვრობს და მეორეა როცა იმდენად ცოდავს რომ უკვე ეს ხმა არის გაყუჩებული აღარ ისმის და ამიტომაც ფაქტიურად მას ანუ დაყრუებულია და უგრძნობელ მდგომარეობაშია იქ სადაც ეს ხმა ისმის ნიშნავს იმას რომ ეს ორგანიზმი არის ცოცხალი ვიცით რომ მკვდარი ვერაფერს ვერ გრძნობს ასევე თუნდაც ჩვენი კიდური იქ სადაც ჩვენ ვეღარ ვიგრძნობთ თითს ესე იგი ნიშნავს რომ იქ მოხდა უჯრედის კვდომა და ეს თითი აუცილებლად უნდა მოიკვეთოს განსაკუთრებით ყინვის დროს ხდება ეს ანუ იქ სადაც არ არსებობს ეს ტკივილი ანუ ეს ხმა აღარ არის იქ არის დასრულებული ამბავი ხდება სულიერი კვდომა და ჩვენ გვინახავს ალბათ ადამიანები თავდაჯერებულად სრულიად თვალ და უხუჭავად ესე უნამუსოდ შეუძლია შავზე თეთრი ილაპარაკოს და ამავე დროს თან ჯეროდეს იმაზე რაზეც ლაპარაკობს ქრისტიანული ცხოვრება დღეს თქვით რომ რთულია იმიტომაც რომ გარემო გვაქვს მძიმე მაგრამ თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ქრისტიანულ ისტორიას ხედავთ რომ ძალიან ეხმიანება ჩვენი დრო პირველ 3 საუკუნეს მეოთხეს დასაწყისამდე სადამ ქრისტიანობა იდევნებოდა და დღესაც მისიონერული საქმიანობა რომელზეც ჩვენ თქვათ ვეძახით ამ საქმიანობას ალბათ ეს ფორმატით რომელიც თქვენ აირჩიეთ სწორედ მისიონერულ ჩარჩოში ჯდება
პირდაპირ გაგებით ამ ხრივ მისიონერული ვერ არის. ვინაიდან მისიონერობა ნიშნავს ისეთ ადგილზე მისვლას და შენი მისიის წარმოებას, სადაც საერთოდ არ არის ლაპარაკი არც ქრისტეზე, არც წმინდა წერილზე და არც წმინდა გადმოცემაზე. დღეს საქართველოს არის კაცრად, თქვათ, მართლმადიდებლური, მონოლითური, ასე ვთქვათ, მხარის მქონე, გარეგნულად მაინც, ანუ დიდი რაოდენობა ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, განსაკუთრებულ ქართველი ერის შვილები არიან მართლმადიდებლები და ამიტომაც აქ მისიის წარმოება ამ ხრივ, ანუ მოვაწეობა ამ ხრივ არის გაურკვეველი, ვინაიდან ეს ფაქტიურად უნდა იყოს შიდა საეკლესიო ურთიერთობა, ვიდრე, თქვათ, გარედან, თქვათ, სახარების ან წმინდა წერილის, ან წმინდა გადმოცემის მიტანა. ამიტომაც სრული ფორმატი შეიძლება არ არის ეს, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ დღეს იმდენად მოცილებულია სეკულარული სამყარო ამ აზროვნებას რელიგიურს, რომ ჩვენ კი ვიწოდებით მართლმადიდებლებად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რატომ. ჩვენ იმიტომ რომ უბრალოდ ვიცით რატომ, იმიტომ რომ თქვათ ეროვნებით ვართ ქართველები და ეს ტრადიცია გვაქვს და ჩვენ უფრო ტრადიციის მომხრეები ვართ და მოყვარულები უდიდეს შემთხვევაში, ვიდრე თქვათ კონკრეტულად აღმსარებლები ჩვენი სარწმუნოებისა, ხო? ჩვენ ვართ ამ ტრადიციის მოყვარულები და უამრავ ადამიანთან, აი წარმოიდგინეთ უთვალავ ადამიანთან გვაქვს საუბარი, რომლებიც სწორედ ამ პრობლემას ვაწყდებით, რომ არიან მართლმადიდებლები, მაგრამ რეალურად რაღაც რამოდენიმე პროცენტი თუ რეგულარულად ამბობს აღსარებას, ეზიარება და საეკლესიო ცხოვრების რიტმით ცხოვრობს. აი ხა რიტმი თქვით საეკლესიო და აქვე უნდა ვთქვათ, რომ აი სწორედ ეს რიტმი, რომელსაც ეკლესია გვთავაზობს, უკვე აღარ ვლაპარაკობ, ვთქვათ, წმინდა წერილზე და ღმერთზე, ქრისტეზე, მაცხოვარზე და მის შეგონებებზე, ანუ პირდაპირ ეკლესიური ცხოვრების რიტმზე გადავალ, რომ ეს ძალიან არ ეხმიანება საზოგადო ცხოვრებას. რატო თქვით, რომ რთულია? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კი უდიდეს ნაწილში არ ეხმიანება. ელემენტარულად უბრალოდ ადამიანებს არ აქვს საშუალება წირვა-ლოცვას დაესწრონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვს სამსახური, ხო? ან არსებობს თქვათ სკოლა და სასწავლო დაწესებულება, საჯარო სივრცე და ასე შემდეგ. და შეიძლება რომ საერთოდ მოისპოს კიდევაც თქვათ მაგალითად ამ ანტიქრისტიანული, ანტიკლერიკალური განწყობების დროს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, კვირის მოშლაც უნდათ. ანუ ერთი კვირა, მარტო კვირა დღეს არ ვამბობ. 7 დღიანი თვლის მოშლაც უნდოდა და დეკადები აირჩიეს, რომ აი სწორედ არ ყოფილიყო კვირა დღე. და 10 დღეთ დაყვეს. ანუ სახელმწიფო შეუძლია რომ ძალიან დააზიანოს ამ ხრივ ეკლესია, ხალხი და მხოლოდ იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდეს ადამიანს შეზღუდული იყოს მისი მისვლა ეკლესიამდე. სხვათა შორის ერთი გამოჩენილი ღვთისმეტყველი ამბობდა რომ ისე არაფერში არ დაზიანებულა ეკლესია როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობაშიო და მართლაც მთელი ბიზანტიის ეკლესიის ისტორია, თუნდაც დასავლეთის ეკლესიის, თუნდაც კომუნისტურ ეპოქაში მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორიაც გვაჩვენებს, რომ ძალიან რთული იყო, ძალიან რთული იყო სწორედ ამ სახელმწიფოსთან მმართველობასთან ურთიერთობა და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ აი მაცხოვარი სწორედ იმიტომ რომ რაღაცა ერთი მოდელი არ გქონოდა და არ გვეგონოს რომ მხოლოდ სახელმწიფო ერთი მოდელით უნდა არსებობდეს და ამ მოდელში უნდა ცხოვრობდნენ მხოლოდ ქრისტიანები და სხვა ნებისმიერი სხვა განსხვავებული მოდელი
არ შეიძლება იყოს ქრისტიანულად ჩათვლილი, ამის გამო მაცხვარი წმინდა წერილში საერთოდ არ გვაძლევს სახელმწიფო მოწყობის ასე ვთქვათ სისტემას, ხო? და პირდაპირ ის მაცხვარი რატომ? იმიტომ რომ მაცხვარი ლაპარაკობს ადამიანთან, ეს არ ლაპარაკობს ხალხთან. ის ლაპარაკობს ინდივიდთან, ის ელაპარაკება თვითეულ ადამიანს. და ამიტომაც ის ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, თუნდაც ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თუნდაც ზესეკულარულ სახელმწიფოში და თუნდაც აბორიგენულ მხარეში, სადაც საერთოდ არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდეს. ასე რომ ცხოვრება დღევანდელ სეკულარულ ანტირელიგიურ სამყაროში, სადაც არის წამოწეული კონკრეტული ფასეულობები და არის წამოწეული ჰიბრიდულად ეს ფასეულობები, როგორც მოკლებული სხვა უმთავრეს ფასეულობებს იძენს ძალიან მახინჯ ფორმებს. არა ჩვენ ეს მახინჯის ფორმის მაგალითი სულ ახლა ხან ნახეთ თქვათ შარლი ებდოს ფაქტზე თუ რა მოხდა იქ ნახეთ როგორი საშინელი მართლაც კარიკატურები ქონიათ ამ გამოცემას და ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფლება მათი გაგებით არ იღის უმაღლესი ფასეულობა და სხვა დანარჩენი არაფერი, თქვათ თავისუფლება არის მართლაც ყველაზე დიდი ჯილდო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდო ღვთისა, მაგრამ ასევეა ძალიან დიდი ჯილდო მოიცემული სამართლიანობა ადამიანისთვის და სამართლიანობის განცდაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ანუ ნახეთ რომ შეიძლება ამ თავისუფლებაში ადამიანების ჯგუფი იქამდეც მივიდეს რომ თელი ყველანაირი ზღვარი მორალისა, ადამიანობისა და საერთოდ ადამიანად ყოფნისა კონდეთ დარღვეული და უსაშინლესი ეს უკვე არ არის კარიკატურა, ეს არ არის ღიმილი, ეს არის საშინელი ფაქტიურად დანაშაული და სიძულვილის ენა, რომელზეც სხვას მიუთითებენ ხოლმე ხშირად სწორედ ესეთ კატეგორიის აზროვნებაში უფრო დევს. ასე რომ როცა ლაპარაკია თქვათ თავისუფლებაზე, იქვე უნდა იყოს ლაპარაკი სწორედ სამართლიანობაზე და თუნდაც იმ თავისუფლებაში, რომელსაც თვითონაც აღიარებენ, მაინც კონკრეტულ ზღვრებს თვითონაც უდებენ თავის თავს, რა. თქვათ იგივე თავისი ამ გარდაცვლილების, თქვათ და ამ ფაქტის გაშარჟება უკვე აღარ შეიძლება, ხო და აღარ შეიძლება, თქვათ, გაშარჟება, თქვათ ებრაელთა გენოციდისა. შეიძლება რომ გავაშარჟოთ მაგალითად ოსვენციმის ბანაკი. და აი ხატოთ, ვიცინოთ, თქვათ როგორ აწამებდნენ ებრაელებს. სხვა რა ადამიანური მოქცევაა, არის რაღაცა სიწმიდე, სხვა ანუ თვითონაც ამობენ, რომ ამის გაშარჟება არ შეიძლება. და შეიძლება 11 სექტემბერი გავაშარჟოთ, თქვათ, არ შეიძლება ხო ამ ადამიანის ტრაგედიებზე გაშარჟება. ნუ თუ შენ არ ახარ რელიგიური, მაშინ შენთვის ყველაზე დიდი სიწმინდე არის ადამიანური ტრაგედია, ხო? თქვათ საფლავი შენი მშობლებისა, ახლობლებისა და ასე შემდეგ და თქვათ ის მოვლენა რამაც დიდად შენ შეგძრა შენ ცხოვრებაში. მაგრამ თუ შენ რელიგიური ხარ, თქვათ, არსებობს კიდე უფრო მაღალი სიწმინდეები შენთვის. არა მარტო თქვათ მშობლების საფლავისა, არამედ წმინდა ადგილები. ასე რომ თუ იმის ტრაგედიის გაშარჟება არ შეიძლება და ზღვარს უწესებენ, თქვათ, იგივე შეიძლება, თქვათ, რელიგიური ასე გრძნობების შეურაცხყოფაც შიც დავინახოთ ზღვარის
გავლება, გავლების აუცილებლობა რა. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ცხოვრობს ახალგაზრდა აი ამ არჩევნის და დილემის ირგვლივ, რომ ერთი მხრივ ძალიან უნდა და მოწონს მაცხოვრის სიტყვები, მასში აღძრულია რაღაცა რელიგიური, მისტიური, მაგრამ ამავე დროს იმდენად დიდია საცდური მიწიერი, იმდენად ადვილად შეიძლება ყველაფრის დღესვე აქვე მიღება სიამოვნებებისა, რომ ვერ ეშვება და ეს გარკვეულწილად ბოჭავს მას, ამიცებს მას და აღარ ზრდის როგორც სულიერ არსებად. გაგახსენებთ იგავს მაცხოვრისას, სადაც ის ამბობს თესვაზე, რომელიც გამოდის, ხო, ერთ-ერთი არის ჯერ თესლით დაეცემა, თქვათ, ყამერ მიწაზე, სადაც არ აღმოცენდება, ის არის გზა, დატკეპნილი გზა, ამიტომაც მას არ აქვს საფუძველი ვერ იგრძდება, მოდის ფრინველი და კენკავს. შემდეგ მეორე ჩავარდება სწორედ აი ესეთ მიწაში, სადაც ეკალბარდები ამოდის და ეკალბარდებთან ერთად იზრდება და ვეღარ გამოაქვს ნაყოფი. აი ამას გავს ადამიანი, რომელიც იზრდება, თან არის რელიგიური, ეხლა ვერ ვიტყვით რომ არ არის რელიგიური, მაგრამ ამ დროს წინსვლა არ არის არანაირი. და ამდენი ხნის რელიგიურობა რაღაცა მობაბეზრებელიც არის, იცი? მიდი წირვაზე მოდი, მოусმინე, გამოდი, ეზიარე ახსარება, თქვენ ახსარებაში ერთ და იგივეს გვიმეორებ რა აზრი აქვს ამდენის ლაპარაკს. რატო ვილაპარაკო ერთი და იგივე. და გარკვეულწილად ამ ხრივ სანახაობაც ნაკლებია კომპიუტერში ისეთი სანახაობები, რომ თვალს მოგჭრის, ტელევიზორი, კონცერტები, ყველაფერი არის გართობისკენ მიმართული, ადამიანი მოწყვიტონ აი ამ ბსკუიალა სათამაშოებით თავის თავს სიმარტოვეს ჩამყარს, ესე იგი ჩაღრმავებას საკუთარ თავში. და მიზეზი მაინც ალბათ ეს გარებიზეზები ვთქვით, რომ პროპაგანდა სხვანაირი, თქვათ, იქ განათლება თავის დროზე არ მოგცეს, ვერ მივიღეთ. ხო, თქვენ ახალგაზრდები ხართ, შეგიძლიათ მომავალში მიიღოთ, მაგრამ უკვე ცოტა შუახნის ხალხს არ აქვს მიღებული, ამიტომ ვერ ვითარდებიან. რეალურად ხდება ისე, რომ ეს ეკლესიური ცხოვრება ხდება წესების ერთობლიობა. იცი? აქ არა უკვე ლაპარაკი ცოცხალ ურთიერთობაზე ღმერთთან. აქ არის ლაპარაკი, რომელიც წესი შევასრულე, როდის შევასრულე და სწორად შევასრულე თუ არ შევასრულე. ამის იქით რელიგიურობა აღარ მიდის. თქვათ, ეკლესიაში მოქცევის ნორმა, თქვათ, პირად თქვათ, რელიგიურობასთან მოქცევის ნორმა, როგორ ვიყო, თქვათ, ნათლობისას, ჯვრისწერისას, მიცვალებულთან და ასე შემდეგ. და რეალურად ცოცხალ ქრისტესთან, ცოცხალ იესოსთან ურთიერთობა ფაქტიურად არ აქვს ადამიანს და ამის გამო არის მოსაბეზრებელი ძალიან ამ ერთბეროვანი მსახურების მოსმენა. წირვა იწყება ერთ და იგივე ასამაღლებლით, საგალობელი ისმება ერთი და იგივე, ბოლოს შეიძლება იქადაგოს მოძღვარმა სხვადასხვა რამ, მაგრამ წელი როცა დაბრუნდება ციკლი, მეორე წელიწადს იგივეს გაიმეორებს. და რომ ვიარეთ ორი წელი, მესამე წელიწადს რომ მოვა იგივე დღე, იგივე სახარება და იგივე რამე უნდა თქვას. და უკვე ადამიანს რომელსაც მოსმენილი აქვს, თქვათ, რაღაცა და თქვათ კონცერტებზე ან ამყოფი და სხვა ახალ მუსიკალურ ფორმებს უსმენს, სანახაობა იქ რაღაცა სპექტაკლებია, ფილმებია და სხვა ახალი ამოუცნობი
სიუჟეტებით არის ეს წარმოჩენილი, კიდევ უფრო იხვეწება, ოსტატობა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება, მართლაც მოსაბეზრებელია რა, თქვენ თუ დაგიჭერია თქვენი თავი ამაზე, ალბათ. ხშირად დაიჭერდით, იმიტომ რომ ესეთი რამ არა მარტო თქვენ, არამედ სასულიერო პირებსაც მოძდით ხოლმე, მოგძის, რომ იჭერთ, რომ რაღაც მომენტში არის მოსაბეზრებელი. რატომ ხდება ეს? ხომ არ არის ეს ვთქვათ ობიექტური მიზეზები სხვა არის, მაგრამ ხომ არ არის საკმაოდ ის რომ ჩვენც რაღაცა სწორედ ვერ გავიგეთ. ან სწორედ ვერ მოუძებნეთ, ან სორგზაზე არ ვდგევართ. ზედ ახლა რისი თქვა მინდა. ამას წინათ რამოდენიმე თვის წინ აწამეს 4-14 წლის ბავშვი ერახში, სადაც მოთხოვეს მათ ქრისტეს უარყოფა და მიღება ისლამის. აი 14 წლის 4 ბავშვმა უარი თქვა მუჰამედის აღიარებაზე და თქვეს შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენ იესო გვიყვარს. აი მე ისე მომხვდა გულში ესეთი მიმართვა, რომ იესო მიყვარს. ალბათ ნაკლებად დაგვისვიოთ ჩვენ თავისთვის. ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ქრისტე გვიყვარს, მაგრამ იესო გიყვარდეს. აი იესო არის ესეთი თბილი მიმართვა სახელით ღმერთკაცი ხსნელისა ქრისტესი, ხო? და რაღაცა სხვა სიტყვა შემოაქვს, არა იესოს. ვიდრე თქვათ რომ ღმერთისთვის აი არ უარყავი ღმერთი. არა, იესო მიყვარს ბავშვია და უყვარს იესო. რატო? იმიტომ რომ მათ შეასწავლეს რომ იესო უნდა გიყვარდეს. როგორც თავის დროზე მათ ხوارმა წარმოთქვა მამაო ჩვენო. გაგახსენებთ მამაო ჩვენო ბერძნულად არის პატერიმონ. ხო? ესე იწყება მამაო ჩვენო. მამაო ჩვენო, პატერიმონ. პატერ, ბერძნულად პატერ არის ქართულად. მამაო, მაგრამ მათ ხوارე არ ლაპარაკობდა ბერძნულად. მათ ხوارე ლაპარაკობდა არამეულად. არამეულად ლაპარაკი იყო შერეული სინთეზური ენა, სხვადასხვა მოკლედ ქუჩის ენა. ეს არის არა იბრძითული ენა, არა ებრაული, არა საეკლესიო, მით უმეტეს ებრაული ენა, რაფინირებული ებრაელი ენა და მართლაც ახლა მერტკაც არ უნდა ელაპარაკა რაფინირებულად, თქო მაღალი ფორმით, მაღალი მხატვრული ფორმით თავისი მართლაც არამიწიერი შეგონებები. არამედ ლაპარაკობდა არამეულად. და ეს არამეული სწორედ იმიტომ, რომ მისი მიზანი იყო ადამიანისთვის მიეტანა სათქმელი და ამ ადამიანს გაეგო. ზედ ჩვენი მიზანი არის ხოლმე ხელოვანი ხალხის, რომ ჩვენ მოიწონო. ანუ ნახატმა განგადიდოს დამხატველი. ანუ ან თქვა ნაწარმოება განადიდოს თვითონ ავტორი. არ არის ესე მართლაც ესე ხდება. განსაკუთრებით იმ ხელოვნებაში, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ აღორძინების ხანის, რა. თქვათ 60-ის კაბელა ყველამ კარგად იცით, მაგრამ არც დაფიქრებულ ხართ რა არის გამოსახული იქ, ხო? რატომ? იმიტომ რომ თქვენც რომ მიქელანჯელო მოხატა ეს. და ეს არის საკმარისი. ხო? არა და იქ გამოსახულია, თქვათ, უმთავრეს ნაწილში, თქვათ, აღმოსავლეთის კედელში. გამოსახულია განკითხვის დღე. იქ მაცხოვარიცაა რომ ნახოთ, ხო? მაგრამ არავინ არ უყურებს მაცხოვარს. აქ თავარი არის ავტორი. მიკელანჯელოს გენიოსობა, რომელმაც ეს გამოსახა ესე, ამ მასშტაბით და ესეთი მხატვრული ფორმით, მართლაც აღგაბრთოვანებს ადამიანს. არა, მაცხოვარს უნდა რომ არა, თქვათ, აღბრთოვანდე მისი პიროვნებით, არამედ და მისი ნათქვა, მისი ირგული
იმდენად ხატოვანი და ლამაზი იყოს, არამედ ის რომ შენ გაიგო რისი თქმა უნდა. ვინაიდან ის რასაც გაიგებ, უნდა გაატარო შემდეგ ცხოვრებაში და ამით უნდა იცხოვრო. ამიტომაც რახან არამეულად ლაპარაკობდა, სწორედ არამეულად იყო პატერ იმონ არის უпростоრეთ პატერ არამეულად არის ამბა. დღესაც არის ჩვენ თუ იცით რომ ამბა იოსებ ალავერდელი ყავს ხო ჩვენ ეს სწორედ არამეული სირიელები ხო იყო, ასირიელები ხო იყვნენ უпростоრეთ ეს 13 ასურელი მამა და ეს სწორედ ამბა ერქვა და ხშირად არის ტიტულაციაშიც არის ამბა და თუ ნახავთ ძველ პატერიკში იქაც ნახავთ რომ მოძღვართა რომ მიდის ბერი გამოცდილს ეძახიან ამბას თქვა საბერძნეთში ყერონტას ეძახიან რუსეთში სტარიც და ესე შემდეგ ხო მაგრამ ესე იგი თუ მაცხოვარს უნდა და მამაო ჩვენო ეთქვა იმ ფორმით რომელიცაც ჩვენ ვამბობთ ხო მამაო ჩვენო პატერი მომ ხო ოჩე ნაშ რუსულად უნდა ეხმარა ამბა მაგრამ მაცხოვარმა იხმარა რაბუნი ესე იგი აბუნი ეს არის ფორმა მამის ოღონდ მოფერებითი რა ქართულად თქვა მამილო და აქედან გამომდინარე ლაპარაკი არის სწორედ იმ უშუალობაზე რომლის გადმოცემაც უნდოდა მაცხოვარს ამ ლოცვით აქ არის ლაპარაკი მამაო ჩვენოზე ხო ესე მამად აღიარებს ღმერთს ნებისმიერი თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი თუნდაც იუდაიზმის თუნდაც იგივე ისლამი რომ ყველა არის ღვთის შვილი და მამა შეგიძლია იქაც უწოდე აღონც არა პირდაპირი გაგებით მაგრამ აქ არის ლაპარაკი სწორედ იმ მამაზე რომელიც შენ ოჯახშია ეს არ არის განზოგადოებული მამის ცნება არამედ ეს არის პირდაპირ შენი მამა აქ ბატონო როგორც ხორციელ მამას უწოდებ ოღონდ კიდევ მოფერებით ფორმას ხო არის მამა შეიძლება მიმართო რა თქვა ოფიციალურად და შეგიძლია მიმართო მამიკო აი მამიკოს მდგომარეობა ამიტომ იყო მაცხოვარს რომ ებრძოდნენ გახსოვს როგორ მიმართავ შენ მამა ღმერთს ესმით თორე ჩვეულებრივად ებრაელებს დღემდეც აქვს მამა აბა გამჩენია ყველას მაგრამ აბა მიმართე შენ როგორც მამიკო და როგორც შენი მშობელი პირდაპირ გაგებით ეს ხოთა შორის მაგიტომაც აცვეს ჯვარს და თუ ახსოვს ბოლო ნაწილი სახარებისა 4-ვეში სწორედ ამაზეა ლაპარაკი რომ ჩვენ გჯით არა იმიტომ რომ კეთილი საქმეები აკეთე რომელი კეთილი საქმისთვის მიჭითო მაცხოვარი ეკითხება არამედ იმიტომ რომ თავი ღმერთს გაუსწორე და მამად თქვი და იქაც სწორედ ამ მამას ხმარობს გესმით ასე რომ ამ ბავშვების თქმაც იესო არის სწორედ იმ სიტყვის მატარებელი რომელიც მართლა უნდა გქონდეს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს და მართლა უნდა ვეძებდეთ მის სიტყვის ამასინათ იყო ნათლისღება და თუ გახსოვთ იქ არის ამბობს იოანე ნათლისმცემელი შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არის ცათასასუფეველი იცით სხვა მხარეს გადაიყვანა იოანე ნათლისმცემელმა ცათასასუფეველი ყველა რელიგიაში ცათასასუფეველი არის მოკვდები და მიიღებ მაგრამ ქრისტიანობა გეუბნება აქ იღებს შენ სასუფეველს ან გაქვს სასუფეველი აქ ან არ აქვს სასუფეველი აქ ამიტომაც მოლოდინი იქ სადაც სასუფეველი არ აქვს ვერ გექნება ანუ ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ სასუფეველის მიღება აქ შეიძლება და ამას ჩვენ ზიარებაში ვიღებ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიღებ და ხვდებით ამ ხრივ მადლით ღმერთები რადგანაც განკურნებული განღვთაებული ქრისტეს სხეულს ვიღებ და თუ ეს არა გვაქვს მაშინ არც მომავალში გვექნება ასე რომ ქრისტიანი თუ ცხოვრობს ამ ქვეყანად უნდა
იპოვოს სწორედ ეს უშუალო კონტაქტი ქრისტესთან და ის სიხარული, რომელიც მაცხოვარმა მოუტანა კაცობრიობას, აქვე იგრძნოს და იმდენად დიდი უნდა იყოს ეს სიხარული, რომ ყველანაირი თქვათ ეს ბრჭყალა კამფეტები ამხრივ გაფერქთალდეს. Შემიძლია ამის მაგალითი მოვიტანო. როგორ შეიძლება გაფერქთალდეს, ოღონდ თქვათ, როცა ეს გარედან მოხდება. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც შვილი გარდაეცვლება, იმის ცხოვრება უკვე ძალიან მძიმე ხდება და უამრავი ადამიანი ყავს ნანახი, რომლისთვისაც ცხოვრება აღარ კარგავს. იცი, მოწონდა მანქანა, მოწონდა აგარაკი, უნდა საზღვაზე დასვენება, კარგად, რაღაცა. ამ საზღვარი არ აქვს ხო ფანტაზია, არაფერი აღარ უნდა. უნდა ჩვილი საფლავზე ავიდეს და იყოს აღარ ახარებს არაფერი. აი ხედავთ, მოხდა ერთი რაღაცა პატარა ფაქტია და ადამიანის ცხოვრებამ დაკარგა აზრი. მაგრამ ეს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ჩვეულებრივადაც გარე თქვათ განსაცდელის გარეშეც. და ჩვენ ხედავთ, რომ თქვათ არის ეკლესიაში ბერმონაზნება, რომლებიც ტოვებს და მიდიან იმის და მიუხედავად, მოუკვდა თუ არ მოუკვდა ვინ. მიდის და ცალკე ცხოვრობს. და ამით მისთვის ეს ცხოვრება ამხრივ კვდება, იმიტომ რომ მას ის თქვათ მიწიერი სიამოვნების მთელი პალიტრა უკვე შეზღუდულია. რაღაცები აქვს, რასაკვირველია, იკვებება, შეიძლება საზომად დაისვენოთ კიდევაც ზომიერად უფრო სწორედ და სასმელიც იხმიოს, მაგრამ უდიდეს ნაწილში მისი ცხოვრება არის სრულიად შეცვლილი. და აი დღეს ქრისტიანობა რას გვეუბნება, რომ უნდა გაფერქთალდეს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ უყურებთ, ანუ ორი ტიპისაა, შენ თუ ბერად მიდიხარ, მაშინ ესე უნდა წავიდეს შენი გზა, ნამდვილად ესეა, სხვა ტიპის ცხოვრების წესია და მართლაც სხვა განზომილება, ამიტომ ბერმონაზნობას ამხრივ არ შევეხებ. მეორე ტიპია ერში ვჩებით, უნდა გაფერქთალდეს თუ არა ეს ცხოვრება, უნდა მოვიძულოთ, განვაგდოთ, თავი შევიკავოთ მთლიანად მასში მიღების მონაწილეობაში, თუ სხვა რამე გამოსავალი არსებობს ჩვენთვის. აი თქვენ ახალგაზრდები ხართ და ალბათ თქვენთვის ძალიან აქტუალურია ეს თემა რა. ვინაიდან შეიძლება მოусმინოთ განსხვავებულ აზრებს მოძღვრებისგან და ამის გამო იყოთ ორჭოფობაში. ვერ გადაგიწყვეტეთ რა გააკეთო, მაგალითად ჩემ ახალგაზრდობის დროს იყო ძალიან კაცრი მხარე მთელ ეკლესიაში გამოტანებული, სრულიად მძიმე ასკეტური და თითქმის ყველა ალბათ ეკლესიაში ძალიან მკაცრად ცხოვრობდით, უყურებდით და მკაცრებიც ვიყავით გარკვეულწილად. ესე იგი, თუ ჩვენ ვეძებთ ქრისტეს ამ ცხოვრებაში, მაშინ ქრისტეს მოცემულია ის რეალობა, მაცხოვრისვე მოცემულია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებთ. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ მოსულიყავით 21 საუკუნეში, არა? ჩვენ არც ამ ხრივს კესიც არ აგვირჩევია, არც ნაციონალობა აგვირჩევია, არც ჩვენი მშობლები არ აგვირჩევია. მოგვცა რეალობა. და მეორე რეალობა, რომ იქ სადაც ხარ შენ, თუ ხარ ქრისტეში, შენ მაშინ უნდა გქონდეს სიხარული. სიხარული არის ნიშანი ღმერთთან ყოფნისა. რელიგიური ადამიანისთვის, თუ ის რელიგიურია, თუ ის სწორ გზაზე დგას, მას უნდა უხაროდეს. არა ვთქვათ განსხვავებული ცხოვრება და დაბალი ინსტინქტების დაკმაყოფილება სიხარული, არამედ სხვა რაღაცა მარადიული, ნეტარებისეული, განცდისეული შინაგანი სიხარული უნდა გააჩნდეს.
ამ ხრივ კი არ უნდა გაშავთეთრდეს ჩვენი ცხოვრება, არამედ ქრისტიანული არსი უნდა ჩაიდოს მასში. და უნდა დავინახოთ საღმრთო ხელი ჩვენ ცხოვრებაში, იმ ხელოვნებაშიც, რომელსაც ჩვენ უყურებთ, იმ კვებაში თუ დასვენებაში თუ ურთიერთობებში. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სამყაროში მოგვავლინა ჩვენ ღმერთმა და მიღებული ეკლესიაში მადლი უნდა გავიტანოთ საზოგადოებაში. მაგრამ უნდა გაიტანო მაშინ, როცა შენ რაღაცას მიიღებ. იქ სადაც იღებ, შემდეგ შეგიძლია გაცემ. ვერ გასცემ, თუ შენ თვითონ არ გაგაჩნია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იპოვოს ეკლესიაშივე სწორი ცხოვრების წესი. ამ ხრივ ძალიან კარგია, თქვათ, გამოცდილება ეკლესიური საქველმოქმედო საქმიანობის. თი ადამიანი როცა მოქმედებს და აკეთებს სიკეთებს, მაშინ მის ცხოვრებას საზრისი ეცემა. მე მახსოვს რაღაც წავიკითხე, რომ ლონდონში არის რომელიღაცა რუს ემიგრანტს ეწერა, ლონდონში არის ხიდი, საიდანაც თვითკვლელები ხშირად იქიდან იკლავენ თავს. და ერთ-ერთი ახალგაზრდა აპირებდა თავის მოკლას და სწორედ ეს რუსი ემიგრანტი შეხვდება და ეთქვის, რომ იკლავ თავს, კი ვიკლავ. გაქვს თუ არა ქონება? კი, რაღაც ქონება როგორ არა მაქვს ქონება. მოდი მაშინ იცი რა ქენ. აიღეს ქონება და აურიგე გლახაკებს. რაღაც სიკეთე გააკეთე. შემდეგ მოიკალი თავი. და მართლაც ეს დაფიქრდება ახალგაზრდა წავა. მოხდება ისე, რომ ის აღარ მოიკლავს თავს. ვინაიდან მის ცხოვრებას მიეცა საზრისი. ესმით? ჩვენ ეს კეთილი საქმის გაკეთება რაღაცა გადადებული გვაქვს. საქმეთ კი არა გვაქვს ქცეული. არამედ რაღაც შეიძლება ზედნადები იყოს. სადღაც რაღაცა მოხდეს და გავაკეთო. ხურდამივცე ვიღაც მეგობარს დავეხმარო და ეს იყოს სტიქიური. აქ ლაპარაკია ქველმოქმედებაზე, როგორც საქმიანობაზე. მე მაგალითად ყავს მეგობარი ამერიკელი ასაკოვანი ქალბატონია, რომლის შვილები ჩემ ხელები არიან, ცოტა დიდებიც კი, ძალიან კარგად ცხოვრობენ, რელიგიურები არ არიან. მაგრამ ერთიც და მეორეც 911-ში მუშაობენ. ოც კეთილინებით, იცით? ეს მისი სურვილია, რომ აკეთოს სიკეთე. ანუ მოხალისეთ არის და კვირაში ერთ დღეს, მთელი დღე ატარებს იმ სამსახურში. ერთი არის მეხანძრეთ, მეორე მაშველად. როგორ მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენია რა, ჩვენთან სრულიად მოკლებული ჩვენს რეალობას. რომ ფაქტიურად აი საზოგადოება არაფერს არ ვაკეთებთ. აი გასოთ მაცხვარი ამბობს, როგორ განგიკითხავთ მეორეთ მოსვლის დროს და ჩამოთვლის 6 მუხლი აქვს. გვახსოვს ეს ივანეს სახარებიდან, ხო? რომ დააპურე მშიერი ერთი, ასვი წყალი მეორე, შიშველი იყო შემოსე მესამე, ავათ იყო მოუარე მეოთხე, ციხეში იყო საპყრობილეში იყო მიხვედი ეს მეხუთე, ხო? და მეექვსე რაღაცა გამომიჩა. მეექვსე იყო? ხო. გააკეთე ეს ყველაფერი. ნახეთ, არ არის ლაპარაკი მართლმადიდებელი ხარ, ვინ ხარ, როგორ ხარ. ეს უკვე სხვა კატეგორიაა კიდევ, არა? ანუ გეუბნება იყავი თუ არა მეორე ადამიანის მიმართ ადამიანური. იყავი თუ აკეთებდი თუ არა ამასში. სულ. იყო თუ არა ეს შეიძლება. ანუ ჩვენ ლაპარაკობთ რა ეკლესია წესებია, შევედი, გამოვედი და მომბეზდა ყველაფერი
და მომბეს და იმიტომ რომ არ საქმეან არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა წინ წავიდეს, გამდიდრდეს და სხვა სამყარო განიშალოს. რა არის ჩვენ ვლაპარაკობთ სულიერი სიმაღლე? სიმაღლე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო კარგად ჩანს ყველაფერი. რატო გვინდა ეს ზევით ასვლა სულიერად? რომ უფრო კარგად დავინახოთ რეალობა, რა ხდება, ვინ ვართ, სად ვართ, როგორ ვიმყოფებით, სად არის ბრძოლა, სად არის სიმშვიდე. სერაფიმ საროელი ესეთ რამეს ამბობს, რომ სადაც რაშიც გიმრავლდებათ სული წმინდის მადლით ისაკეთეთ. არა? ამას ყველაფერს მოძიება და დანახვა უნდა. ამიტომაც ერთია ეს ქველმოქმედება, მოღვაწეობა, სუფთა ადამიანური და მეორე მხარეს ეს არის სულიერი წინსვლა. ეს სულიერი წინსვლა ამ საქმიანობის გარეშე შეუძლებელია ერში. სულიერი წინსვლა ხდება იმით, რომ მეტი გავიგოთ სულიერი ცხოვრებისა, საეკლესიო მსახურების შიდა ბირთვისა, რას ვემსახურებით ჩვენ? რომ დავსვა ალბათ კითხვა, შეიძლება გაგვიჭირდეს პასუხის გაცემა, ხო? რას ნიშნავს წირვა კვირის? რას ვწირავთ ჩვენ ღმერთს? ალბათ გაგიჭირდებათ პასუხის გაცემა, ხო? ესე იგი, წირვა ყველაზე დიდი მსახურება და ვერ ვცემთ პასუხს, რას ვწირავთ? თქვა. შეიძლება თქვა, რომ პურს და ღვინოს ვწირავთ, ხო? არა? გამოდის რომ ესე არ არის, პური და ღვინო, მხოლოდ სახია რაღაცის. ის რაღაცა არის შენი გული. და წირავ შენ ყველაზე ძვირფას, სადაც შენია ის, რაც შენია უпроსწორად. ყველაფერი ღმრთის არის სამყაროში და მხოლოდ არის გული, რომელიც გეკუთვნის შენ. ეს გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი უშენოდ არ შედის. ეს არის შენი პრივატული კერძო სივრცე. და შენ შეგიძლია, რომ იქ ღმერთი არ შეუშვა. აი რატო ვამბობთ ხოლმე, აი ღმერთი როგორ შეიძლება რომ ვინმე სტანჯვა გაუხარდეს, ამიტომ ღმერთი ყველას აცხონებს. ხო, კაი იდეაა ეს, მართლაც ხო? ყველა ქრისტიანს უნდა უნდოდეს ყველას ცხონება. იმიტომ რომ ღმერთს უნდა ყველას ცხონება, ხო? მაგრამ ეს ვერ უძლებს კრიტიკას იმისას, რომ მაშინ აღარ არის ადამიანი თავისუფალი. თუ ყველა ცხონდება. აი მე არ მინდა ამ ჩემ გულში შემოუშვა ღმერთი. არის ადამიანი, არ უნდა. ჩემი სივრცე, აი მაგალითად გაგახსენებთ ბულგაკოსაკს. საბაჩე სერცე რა იმის ძაღლის გული ქართულად როგორ არის, ხო? და იქ არის პროფესორს პრიაბრაჟენსკი, ხო? ვეუბნებიან, რომ ფულს რატო არ რიცხავ გერმანელი ბავშვების დასახმარებლად. არ რიცხავ ეს ეუბნება. რატომ არ რიცხავ? ფული არა გაქვს? არა, ფული მაქვს. აბა რა ბავშვებს არ ჭირდებათ? ჭირდებათ. აბა რატო არ რიცხავ? არ მინდა. და არ რიცხავ. ანუ ეს არის მისი პრივატული სივრცე. და როცა უნდა, მაშინ გადარიცხავს. და არავის არ აქვს, თქვათ, ამ ხრივ უფლება, რომ თქვათ, მოთხოვოს გადარიცხვა. ანუ ეს არაძალადობა საღმრთო ამას ინარჩუნებს ღმერთი. ამიტომაც არის მე ვდგევარ და ვირეკ თქვენ გულის კარს, ვაკაკუნებ თქვენ გულის კარს. ვინ არ აკაკუნებს? არ აკაკუნებს მოძალადე და ეს მოძალადე არის ბოროტი ეშმაკი. ნუ ეშმაკი შენ არ გეკითხება. ანუ ბოროტი ძალა შენ არ გეკითხება. რა გინდა, რა არ გინდა. სხვათა შორის გაგახსენებთ ერთ რამეს. ძალიან კარგი მწერალია კლაივ ლიუის. გენიალური მწერალია. ეს არის ინგლისელი მე-20 საუკუნის მწერალი, აპოლოგეტი და იმას აქვს ესეთი პატარა თხზულება პისმა ბალამუტა. ანუ ბოროტი დიდი ბიძა ბოროტი
ეშმაკი წერილებს წერს პატარა ეშმაკუნას და ასწავლის როგორ უნდა მოხიბლოს და აცდნოს ხალხი. ეს დიდი ეშმაკი არის გამოცდილი და ბალამუტობს და აძლევს დარიგებებს და იქ ეუნება ესეთ რამეს. აიო შეხედეო იმასო, მაცხოვარზე ამბობს. იძახისო, რომ მიყვარსო ის, ვინც გავაჩინიო, ან ადამიანები. და ეგ არისო ჭეშმარიტი სიყვარულიო, როცა მათ აძლევს თავისუფლებას. აი მე როცა ვინმე მიყვარსო, მთლიანად ისე ვიზიდაო და ვიხუტებო, რომ მთლიანად ყლაპაო და ჩემს გარეშე მას აღარ შეუძლია ცხოვრება. როგორი კარგი მიგნებაა რა, ესე იგი, იმდენად შთანთქავს, რომ მას აღარ აქვს პრივატული სივრცე. ის აღარ არის ადამიანი. ის უკვე არის მიჯაჭვული რაღაცას. და ამ კუთხით ვამბობ სწორედ რომ ბოროტი ისე ძალადობს, რომ ჩვენ არ გვეკითხება. მაგრამ ღმერთი ისე მოდის, რომ სულ ირექს. ანუ სულ თხოვნის შემდეგ შემოდის შემდეგ. იმიტომ რომ ღმერთია, იმიტომ რომ ესეთი შექმნა ადამიანი, თავისუფლად შექმნა და ამ თავისუფლებაშია ღვთის დიდიადობა, სიდიადე, ხო? ცხოველი არ არის თავისუფალი. იმიტომ რომ ის ცხოვრობს ინსტინქტებით. მას არ აქვს არჩევანი. ის მოქმედებს, პირდაპირ მოქმედებს. აგარ მაგალითად ამაცინად კატამ გადაარჩინა ბავშვი, სულ რაღაც ერთი კვირის წინ გადააგდეს ბავშვი ციმბირში, კატა მიუწვა და გაათბა. ვერ იტყვის, რომ ეს კატისგან იყოს ზნეობრივი საქციელი. რატომ? იმიტომ რომ მას ის მოიქცა ინსტინქტურად. მართალია კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ვერ არის, იმიტომ რომ ზნეობრივი საქციელი იქ არის, სადაც არის თავისუფალი არჩევანი. როცა ადამიანი აირჩევს და შემდეგ გააკეთებს. ხო ვილაპარაკეთ ამაზე, რომ რეალურად იქ ვარ მე და იქ ვარ მაშინ ვარ ადამიანი, როცა ამას ვაკეთებ არჩევანით. და კიდევ უფრო მეც ვიტყვი, თუ ქრისტიანულ სიყვარულზე წავიდა ლაპარაკი და ქრისტიანულ სიმაღლეზე მოქმედებისა, თქვათ, იქ სადაც მე მსხვერპლს ვიღებ. არა თუ უბრალოდ ვირჩევ სიკეთეს. არამედ თან ეს ჩემზე საზიანო და რაც უფრო მაღალია ზიანი ჩემი, მით უფრო არის გამოხატული ჩემი სიყვარული იმისა, რასაც ვაკეთებ. ხომ ესია? როგორ განსაზღვროთ ერთ ადამიანს უყვარს თუ არა მეორე? როგორ გამოიხატება ეს? როგორ შეიძლება თუ არა გაიზომოს? შეიძლება ხო, გავზომოთ რითი? რამდენს იღებს ეს ადამიანი იმისთვის? ეს არა მატერიალურზე არა ლაპარაკი. თუნდაც მატერიალური იყო. რამდენს საბოლოოდ სიცოცხლის მიმცემი არა გამცემი თავის სიცოცხლის. ეს იქ ნიშნავს, რომ მას გააჩნია სრული სიყვარული. მას შეუძლია თავისი სიცოცხლე დაათმოს სხვისთვის და ვამბობ, ესეთი ადამიანი არის ყველაზე მაღალი აზროვნების მქონე და მაღალი სულიერების მქონე ადამიანს. ახლა მამა ილია და იგრძალა გუშინ წინ ალბათ თუ გუშინ. ხო? ნახეთ მის მაღალი ზნეობაც, რომ თავისი ადგილი დაუთმო და ასე შემდეგ. ასე რომ ეს რომ შენ გაქვს სივრცე, სადაც შენ ხარ და იქ მოქმედებ არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ მოქმედებაში სწორედ შენ შემოყავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე წირვის დროს. და უმთავრესად აი იმ ადგილას, სადაც შენ ზიხარ გულის მაღალდასაჯდომელზე, უნდა დაждდეს უფალი. ეს მის სიწმინდე. უფლის სახით, თქვათ, სიწმინდე. მაგრამ უფალი იმიტომ, რომ შენ იპოვო საკუთარი თავი. შენ განვითარდე, დაიბადო ქრისტეში. ახალ ადამიანად დაიბადო და შენში მოხდეს ის მეტანია, უბრალოდ ის ფერისცვალება, ის შემოbrunება, რაზეც ლაპარაკობს იოანე ნათლისმცემელი, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებელს. შემოbrundit, შეინანეთ ნიშნავს სრულ შემოbrunებას, ბერძნულად მეტანია
და რამე თუ მოახლოებულ არის ცათა სასუფეველი. აი ეს შემოbrუნება, გულის განწმენდა, გაღება ქრისტესთვის და იქ შემოყვანა ქრისტესი სიწმინდესი საღმრთო მადლისა არის ადამიანის სულიერების და ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილი რელიგიურ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში. იმიტომ რომ მაცხოვარი არ არის მასწავლებელი ამ ხრივ. მაგალითად ბუდა, მუჰამედი არიან მასწავლებლები. ასწავლა წესი როგორ უნდა იცხოვროს. აი ხუთი სვეტი შეუქმნა მუჰამედმა, ხო? აი ხუთ წესს შეასრულებ, შენ დაჯილდოვდები, მოხვდები სასუფეველში. და ის სიამოვნებები, რომელიც აქ მოიკელი, იქ მოგცე. თქვა ბუდამ ასწავლა როგორ მიაღწიოს ადამიანმა ნირვანას, ხო? და ასკეტური ცხოვრების წესით, რომელიც სრულიადაც გამორიცხავს ღმერთის არსებობას, საერთოდ არ ჭირდება ღმერთი, ამიტომაც ბუდიზმი ყველაზე არარელიგიური რელიგია, სადაც ღმერთს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი მოღვაწეობს და ამით მიაღწევს თავის შედეგს, მაგრამ ქრისტიანობაში არ არის შედეგის მიღწევა სადღაც საში. აქ არის დღეს ჩვენს გულში. და აქ იხსნება იესო და ეს ხდება მსახურების დროს ყოველდღიურად, კერძო მსახურების დროს და ხდება ეკლესიაში ყველაზე დიდი სისავსით, კერძოდ ლიტურგიაზე. სამრთო წირვაზე და არა უბრალოდ დასრებით, არამედ ამ მსახურებაში მთელი სრული ჩართულობით და მონაწილეობით. ეს არ არის კონცერტი, რომელსაც მოусმენ და წამოხვალ. ეს არ არის რიტუალი, რომელსაც შეხედავ და რაღაც გამყარდები რიტუალობაში და შენ რელიგიურ გრძნობებს დაეკმაყოფილებ. ამიტომ არ არის ქრისტე უბრალოდ მასწავლებელი ამ ხრივ, პედაგოგი, ხო, რომელსაც რაღაცას ამ ხრივ გასწავლის. არამედ ქრისტე არის მხსნელი, რომელიც გვიხსნის ჩვენ კდომისგან, აი, ჩვენ ბუნებითად ვკვდებით, ჩვენ სულიერადაც, ფიზიკურადაც, როგორც ფიზიკურადაც, ისე სულიერად ვკვდებით. თუ არ გვექნა ეს სამართო კავშირი აქ ამ ქვეყნად, ამ ცხოვრებაში და ამ სამართო კავშირის ნიშანი არის სწორედ სიყვარულით სავსე სიხარული.